თუ 3 წლის ბავშვი საერთოდ არ საუბრობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვხვდავთ განგაშის სიგნალს, მშობლები რომ იცახიან, რომ აი ჩვენც ასე გავისარდეთ, მაგრამ არაფერი დაგვაკლა. ეს ახალი თაობა როგორი უცნაურია, ვერ ვუგებთ, არ ესმით. ანუ მასპინძელი გთავაზობს და ვერც ასწრებ პასუხისგაცემას დედამ უკვე არა, მარიამს არ უნდა. ალბათ მშობელს გონია, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, მით უფრო უკეთესია მისი განვითარებისთვის და აი როგორ ვიპოვოთ ეს ბალანსი განვითარებასა და დასვენებას შორის. ეს ბავშვი გავაჩერო, დავაკავო გაჯეტით. ნახეთ ვაჰიპნოზებ, ძალიან მარტივად რა ვიყო. ხო არ დავასაქმე ხა ჩემ შვილს დაიღლება? არა. ასე მას უვითარებთ. ფუნქციურ ცხოვრობისეულ უნარებს. როგორ ავუხსნათ ბავშვს, რა არის ემოციური უსაფრთხოება და მშობელსაც და რა არის ფიზიკური უსაფრთხოება მისთვის? დაუშვებელია ეს ბავშვის კერძო ადგილების ესე აფიშირება, ხშირად გენიტალიებს სრულად სხვა სახელებს არ ქმნევენ, რაც ბავშვის გაუგებარია.